ამ სააღდგომო დღესასწაულების პერიოდში აბსოლუტურად ყველამ გამოვცადეთ რა დაჯდა სუპერმარკეტებში თუ საქართველოს ბაზრებში სტუმრობა იმისათვის რომ სადღესასწაულო სუფრა შეგვევსო. მე მგონი დღეს ყველაზე კარგი მომენტია იმის დასანახად ყველამ ერთად რომ დავინახოთ რომ ამ ქვეყანაში ფასების შემსწავლელი კომისია სრული ფარსი აღმოჩნდა. ანუ იმ მომენტიდან როდესაც ამ კომისიამ დაიწყო მუშაობა დღევანდელ ფასი გაძვირდა აბსოლუტურად ყველა პირველადი მოხმარების პროდუქტზე. ფასების ზრდა გრძელდება უწყვეტად იმ მომენტიდან მოყოლებული, რაც ეს კომისია მუშაობს. მარტის მონაცემები 2026 წლის გვეუბნება, რომ სასურსათო ინფლაცია საქართველოში 7.5% იყო. კერძოდ თევზეულის ფასი 22%-ით გაიზარდა. თხილის და ყურძნის ფასი 14%-ით გაიზარდა. პური და პური პროდუქტების ფასი 10%-ით გაიზარდა. ხორცი და ხორცის პროდუქტების ფასიც 10%-ით გაიზარდა. ზეთი და სხვა ცხიმების ფასი 8%-ით გაიზარდა. შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული 5%-ით, ხოლო ბოსტნეული და ბაღჩეული 5%-ით. რაც შეეხება რძეს, ყველს და რაც მთავარი ამ კომისიის კვერცხის ფასიც 4.5%-ით გაიზარდა. რეალობა არის შემდეგი დღევანდელ საქართველოში 15 აპრილს. 2012 წელს დაპირებული განახევრებული დენის ტარიფი გაზრდილ მდგომარეობაში აგერ უკვე ამ თვიდან 30% დაემატა, ანუ კიდევ ერთი მესამედით გაძვირდა დენის ტარიფი და ეს შეუქცევადი პროცესი იქნება და ის ნიშნავს, რომ აბსოლუტურად ყველა პროდუქტის და სერვისის ფასი გაიზრდება. ამ კომისიის საყურადღებოდ მეფრინველეობის ასოციაციამ გააკეთა ოფიციალური განცხადება, სადაც თქვა, რომ გლობალური პირობების და რეალობიდან გამომდინარე კვერცხის ფასი აუცილებლად გაიზრდება, იმიტომ რომ დენის საფასური გაიზარდა. ამ ფონზე ქართული ოცნების კომისიამ დაადგინა ის, რაც საქართველოს მოქალაქეებმა 5 წლის ბავშვებმა ძალიან კარგად იციან, რომ საქართველო თურმე იმპორტ დამოკიდებული ქვეყანაა. აი ეს დაადგინა 7 მილიონერმა, რომელიც მასკარადს გიტარებდათ, საქართველოს მოსახლეობას სახეში გატყუებდათ და ყოველდღიურად შეურაცხყოფას გაყენებდათ ამ კომისიის მოქმედებით. აი ამ ხალხმა დაადგინა თურმე საქართველოს იმპორტ დამოკიდებული ქვეყანაა. აქვე გეტყვით ამ კომისიას არ უმსჯელია იმაზე, რომ საქართველოს ხელისუფლებას ქართული ოცნების პირობებში 14 წლის მანძილზე 6 მილიარდი ლარი აქვს დახარჯული სხვადასხვა პროგრამებით სოფლის მეურნეობაზე. ამის შედეგი არის ის, რომ სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობა არ გაზრდილა, ქართული პროდუქციის წილი საქართველოში მოხმარებულ სოფლის პროდუქტზე არ გაზრდილა, პირიქით იმპორტმა მოიმატა, პროდუქტიულობა არ გაზრდილა და ყველა ძირითადი სასურსათო პროდუქტი, ყველა კატეგორია არის იმპორტირებული. ანუ ეს 6 მილიარდი თოფში ჩადეს და გაისროლეს. პროპაგანდის მიზნებით შექმნილი კომისია ძალიან ნათლად გამოჩნდა სულ რამოდენიმე თვეში, რომ იყო ტყუილი, მტკნარი სიცრუე და არავითარი კავშირი რეალურ ცხოვრებასთან, თქვენს რეალურ ცხოვრებასთან ამ კომისიის მოქმედებას არ აქვს. გარდა იმისა, რომ რამოდენიმე ნამუსგარეცხილმა მილიონერმა პირველად გაიგო თავის ცხოვრებაში რა ღირს საქართველოს სუპერმარკეტებში ზეთი, რძე, შაქარი და პური. ამ ვითარებაში ამაზე ვინმე პასუხისგებლობას იღებს, კითხვა მაქვს საქართველოს მთავრობასთან. ის პათოლოგიური მატყუარა საქართველოს პრეზიდენტს რო ეძახის თავის თავს. აი გაყიდვების თანამშრომელი რო არის იგალ-ჰილში. აი ეს მატყუარა იღებს პასუხისმგებლობას აი ამ მასკარადზე, რომელიც ქართულ ხალხს მოუწყო და რომელიც ბოლოში აბსოლუტურად ყველა პროდუქტი გაძვირდა. ვინმე თხოვთ ქართული ოცნებიდან პასუხისმგებლობას აი ამ არარაობას და სხვა მისნაირებს, რომელიც გატყუებდა თვეების მანძილზე, რომ რაღაც კომისია რაღაცა ფასებს გაგიაფებდათ. ვინ იღებს ამაზე პასუხისმგებლობას საქართველოს მოქალაქეებთან, რომელსაც აი ამ კომისიის მუშაობის მანძილზე მინიმუმ 30%-ით ცხოვრება გაუძვირდა. და კი, თურმე ეხა აღმოჩნდეს, რასაც ამ კომისიის დაწყების დღიდან ვამბობდით, რომ იმპორტ დამოკიდებულ ქვეყანაში, პატარა ქვეყანაში, როგორც საქართველოა, ფასების შემსწავლელი კომისია ვერაფერს ვერ დაადგენდა და ვერანაირ შედეგს ვერ გამოიღებდა. აი ეს აღმოჩნდეს ამ ყველაფრის ბოლოს. და კიდევ ერთხელ, მნიშვნელოვანია ამ საკითხის შესახებ დადგეს კონკრეტული ადამიანის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის პასუხისგებლობა, ვინც აი ამ პათოლოგიური ტყუილებით ავსებდა საქართველოს მოქალაქეებს და ვინც სხვათა შორის უკანასკნელი დღეებია გამქრალია ქართული ოცნების ყველა რადარიდან, არსად არ ჩანს და მის კაბინეტში, მის გარეშე რაღაც კარუსელებზეა ლაპარაკი. მადლობა.